ევროპის ცენტრალურმა ბანკმა უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მისი პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი ვადის ამოწურვამდე დატოვებს თანამდებობას. ხმები მისი წასვლის შესახებ 4 შაბათს გავრცელდა, რა დროსაც ითქვა, რომ ლაგარდი პოსტს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ანუ 2027 წლის აპრილამდე გაათავისუფლებდა და მას ვაკანტურს გახდიდა. კრისტინ ლაგარდის ადრეული წასვლა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერს ფრიდრიხ მერცს ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუციის პრეზიდენტის დანიშვნის ბერკეტებს დაუტოვებდა. საქმე ისაა, რომ განსხვავებით ფრიდრიხ მერცისგან, ემანუელ მაკრონს საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტზე შეზღუდული დრო აქვს დარჩენილი, რადგან კონსტიტუცია მას მესამე ვადით კენჭისყრას უგრძალავს. ეს კი იმ ფონზე, როდესაც ბრიუსელსა და პარიზში მატულობს შიში ულტრამემარჯვენე პარტიების დაწინაურების თაობაზე. ასეთია მაგალითად ეროვნული გაერთიანება საფრანგეთში და ალტერნატივა გერმანიისთვის თავად გერმანიაში. 8 წლის თავზე უფლებამოსილების ვადა კრისტინ ლაგარდს 2027 წლის ოქტომბერში ეწურება. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მას ჰკითხეს, სად გააგრძელებდა მუშაობას ვადის ამოწურვის შემდეგ. აპირებდა თუ არა საფრანგეთის პრეზიდენტობას, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარეობას ან ევროპული საბჭოს პრეზიდენტობას. კითხვას მან ხუმრობით უპასუხა, რომ გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებდა თუ სად ცხოვრობდნენ მისი შვილიშვილები. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა Euronews განუცხადა, რომ ამჟამად გადაწყვეტილება საკითხზე არ მიღებულა. პრეზიდენტი ლაგარდი კი მის მისიაზეა ფოკუსირებული. მის ყველაზე უფრო სავარაუდო უფლებამონაცვლეებად ამჟამად ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის ყოფილი უფროსი კლაას ნოტი და ესპანური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი პაბლო ჰერნანდეს დე კოსი არიან. გამოკითხვა Financial Times-მა ჩაატარა.